რეფორმებზე, რომელსაც მომავალში განვახორციელებთ, კეთება თქვენთვის, ახალგაზრდებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, ნებისმიერი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს დიდი სიამოვნებით, თუ კი ესეთი კითხვები იქნება, მზად ვარ, რომ გიპასუხოთ, ასევე რა გეგმებიც გვაქვს ამ მიმართულებით მზად რომ ვისაუბროთ. მნიშვნელოვანად განაპირობებს პრიორიტეტულია ორგანიზებული დანაშაულთა ბრძოლა. სამართალდამცავი ორგანოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია და გააჩნია გარკვეულწილად ორგანიზებული ხასიათი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რეაგირება. სკიპარსაც ადგილზე და აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ ის, რომ ზუსტად იმ საათებშიც მობილიზებული იყოს ის წყალზემცურავი საშუალებები. მუშაობს იმისათვის, რომ არ მოხდეს დანაშაული. იმედია, რომ სასიამოვნო შეხება გექნება, თარაც ყველაზე კარგია და სასიამოვნო არის, როგორც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილება უსაფრთხოების ზონის დაცვა. ანუ არ შეიძლება იქნეს გამოყენებული მტკიცებულებად. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მუდმივად ხორციელდება. ანაკლიის ბანაკში დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა სტუდენტებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაზე, ასევე დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე. ჩვენ მოვისმენთ ძალიან საინტერესო კითხვები სტუდენტების მხრიდან და ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად მიგვეწოდებინა ინფორმაცია. კითხვები შეეხებოდა როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებებს და უამრავ სხვა მიმართულებას. ბავშვებს ჰქონდათ ძალიან საინტერესო კითხვები და თითოეულმა ჩვენთაგანმა ვეცადეთ, რომ მათი ყველა ინტერესის სფერო დაგვეკმაყოფილებინა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება და რაც გვაძლევს საშუალებას, რომ მუდმივი კომუნიკაცია გქონდეს ახალგაზრდებთან, მივაწოდოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და ჩვენ მივიღოთ მათი საინტერესო იდეები, რომელიც შემდგომში დაგვეხმარება ჩვენ სამსახურებრივ საქმიანობაში. დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში, სადაც ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, ასევე ახალგაზრდებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მარწესრიგის ოფიცრის სამსახურსა და ოფიცრების ყოველდღიურ სამუშაო გარემოზე. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ნდობის გაღრმავებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. დღეს ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ყავდა სტუმრად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გაიმართა ძალიან საინტერესო დიალოგი, სტუდენტებს მოგვეცა შესაძლებლობა დაგვესვა ისეთი კითხვები, რომლებიც გვაინტერესებდა და მივიღეთ ამომწურავი პასუხები. დღეს ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გქონდა შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. ვისაუბრეთ მრავალ სხვადასხვა თემაზე. მაგალითად, როგორ უნდა გაიკვლიოს დამწყებმა კადრმა შინაგან საქმეთა სამინისტროში საკუთარი გზა, კიბერდანაშაულზე, მუშაობის სტრუქტურებზე, მუშაობის გამოცდილებებზე, რომელიც აქვს ამ სამინისტროს. გქონდა საშუალება დაგვესვა ბევრი კითხვა, რომლებზეც საკმაოდ ამომწურავი და საინტერესო პასუხები მივიღეთ.